რეპრესიები, ანტიდემოკრატიული კანონები და ლეგიტიმაციის კრიზისის მქონე პარლამენტი. ეს ის მთავარი საკითხებია, რის შესახებაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში მეორე დღეა შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში დელეგაციის წევრები ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას ხვდებიან, მანამდე დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ შალვა პაპუაშვილსაც, რომელთანაც აუდიენცია დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. პარტიის წარმომადგენლები არმალავენ, რომ ასამბლეის წარმომადგენლების პოზიციები ოცნების მმართველობისა და საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ მწვავეა. დღის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში პასეს დელეგაცია შეხვდა გიორგი გახარიას პარტიასაც, რომელმაც ბოიკოტის რეჟიმი მოხსნა და მე-11 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური ფლანგი დაიკავა და ევროპელ სოციალისტებსაც, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ფსევდო-ოპოზიციას წარმოადგენს. სალომე ლაბაძე მუშაობს მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში, ის ადევნებს თვალს დელეგაციის შეხვედრებს. სალომე, რა ხდება ახლა მანდ და რა ინფორმაცია მიაქვთ საქართველოდან ასამბლეის წარმომადგენლებს? ევროპის საბჭოს დელეგატების მუშაობა ამით უნდა ვთქვათ, რომ არ სრულდება და ახლა მიმდინარე შეხვედრის შემდეგ დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია შეხვედრა ოცნების იურიდიული კომიტეტის წევრებთანაც, ეს კი ის კომიტეტია, რომელიც ქართულმა ოცნებამ წლის განმავლობაში რეპრესიული კანონების დამტკიცებისთვის არაერთხელ გამოიყენა. როგორც ირკვევა საერთაშორისო პარტნიორებს, დღეს შეკითხვები ოცნების წარმომადგენლებთან ძირითადად აქვს სწორედ ამ რეპრესიული კანონების შესახებაც, რაზეც საუბარი დღეს მათთან მოუწია შალვა პაპუაშვილსაც. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე და საერთაშორისო პარტნიორების შეხვედრა უნდა ვთქვათ, რომ დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, 1 საათით უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობდა ეს შეხვედრა, ვიდრე წინასწარ იყო განსაზღვრული, რამაც ბუნებრივია, რომ მიიქცია ჩვენი ყურადღება და რაც სავარაუდოს ხდის იმას, რომ კომუნიკაცია პარტნიორებსა და ოცნების წარმომადგენლებს შორის მარტივი არ ყოფილა. ასევე სავარაუდოა ისიც, რომ მარტივად არ ჩაიგდრის არც ის შეხვედრა, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ევროპის საბჭოს დელეგატებს შორის, რადგან როგორც მაგალითად შეხვედრის დაწყებამდე გითხრეს ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, ისინი არ ეთანხმებიან მათ მიერ მიღებული რომელიმე კანონის რეპრესიულ კანონად შეფასებას, მიაჩნიათ, რომ წლის განმავლობაში მათ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არ შეუზღუდავთ და როგორც გვეუბნებიან, აქვთ შესაბამისი არგუმენტებიც, რომელთა გამოყენებითაც შეუძლიათ, რომ პარტნიორებს ეს დაუმტკიცონ. ასევე ამ პარტნიორების მიმართ ქართული ოცნების წარმომადგენლების დამოკიდებულებას აჩვენებს მაგალითად ლევან მაჭავარიანის პასუხით ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე. მაჭავარიანი ამბობს, რომ იმის გასარკვევად, იმის გარკვევა და დადგენა ექვემდებარებიან თუ არა ეს დელეგატებიც deep state-ის გავლენას შესაძლებელი გახდება ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მანამდე კი, როგორც გვეკითხარით, ქართული ოცნება უარყოფს ყველა პრეტენზიას, რომელიც აქვს საერთაშორისო პარტნიორებს, უსაფუძვლოს უწოდებს მათ უკმაყოფილებას და მეტიც, როგორც ირკვევა, ოცნება თავადაა უკმაყოფილო იმით, რომ როგორც თავად აღნიშნავენ 4 ოქტომბრის ძალადობა ევროპის საბჭოს ამ დრომდე არ დაუქმია. აბსოლუტურად ყველაფრის პუნქტობრივად გავლას ვაპირებ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არგუმენტირებული, ასე ვთქვათ, მსჯელობა იქნება და არგუმენტებს წარმოგვიდგენენ ქალბატონები და ბატონები, პასის დელეგაციის წარმომადგენლები და ნებისმიერი საკითხი იქნება ეს ეგრეთ წოდებული რეპრესიული კანონი თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა აგვიხსნან და დაგვისაბუთონ, რატომ აქვს ასეთი შეხედულება. სამწუხაროდ deep state-ის გავლენები ზოგადად მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან ფესვს გადმულია, ესე რომ ვთქვათ, და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ჩვენ გამოვირჩევით სტუმარ მასპინძლობით, შესანიშნავი კერძებით, სამზარეულოდ და ასე შემდეგ და მგონია, რომ ძალიან კმაყოფილები წაბრძანდებიან საქართველოს. მათ ძალიან ნათლად აუხსენით, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. ჩვენ ეს კანონი მივიღეთ საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არანაირად არ არღვევს არც ერთ უფლებას, რომელიც არის ჩამოთვლილი ასე ვთქვათ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. იმას, რომ ევროპის საბჭოს დელეგატებმა მოისურვეს ცალკე შეხვედრის გამართვა იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან, სავარაუდოდ აქვს კიდევ ერთი მიზეზი, სწორედ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეა ერთ-ერთი ავტორი იმ საკონსტიტუციო სარჩელის, რომლის ძალითაც ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და გაუქმებას ითხოვს. ეს კი ის გეგმა, რომელიც განსაკუთრებულ შეშმოთებას იწვევს საერთაშორისო პარტნიორებში და ეს შეშმოთება შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ რეზოლუციას
რეზოლუციაშიც აღინიშნა. ხვალ კი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვედრა სურთ ასევე დაკავებულ პირებთან, მათ შორის საუბარია ნიკა მელიაზე, გიორგი ვაშაძეზე, ზურაბ გირჩიჯაფარიძეზე და მზია ამაღლობელზე, რომელიც რეჟიმის ტყვე ჟურნალისტია, თუმცა ამ შეხვედრის ორგანიზება დამოკიდებულია, როგორც ეს მათივე დღის წესრიგშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტზე ამდენად საეჭვოა მოახერხებენ თუ არა დელეგატები შეხვედრას ქართული ოცნების მიერ დაკავებულ პირებთან.